მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს პირველზე მე ქეთი მამრიგიშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლებს. მაღალი დონის შეხვედრებზე გაფორმდა ხელშეკრულება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და სექტორული თანამშრომლობების შესახებ. ამასთან ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი ყაზახეთის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს და ელმავალ მშენებელ ქარხანას ესტუმრა. უფრო მეც ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე მოგვიყვება, ნუცა გისმენთ. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ქვეყანას ახალი სტრატეგიული პარტნიორი ყავს. საუბარი არის ყაზახეთის რესპუბლიკაზე გადაწყვეტილებას გუშინ მოეწერა ხელი. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა საქართველოს დელეგაციას. 2 დღის განმავლობაში გაიმართა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომართ ტოკაევს. შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი, მათ შორის სექტორული მიმართულებით, რაც არსებულ ურთიერთობებს ახალ შესაძლებლობების ფანჯარას გაუხსნის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზახეთის და საქართველოს ურთიერთობები წლიდან წლამდე არის მზარდი. აქ მოიაზრება როგორც ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე პოლიტიკური ურთიერთობები და აღნიშნული გადაწყვეტილება შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებითი იმპულსი იქნება არსებული ურთიერთობებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და ყაზახეთი ორივეს განსაკუთრებული როლი, ფუნქცია და დატვირთვა აქვს შუა დერეფანში. შესაბამისად, აღნიშნული ახალი გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი იმპულსი მიმართულებითაც, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე ყაზახ კოლეგას დღეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ირაკლი კობახიძემ ყაზახ კოლეგას მიულოცა წარმატებულად ჩატარებული რეფერენდუმი. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ყაზახეთის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. უკვე დღევანდელ დღეს კი არაერთი შეხვედრა გამართა მთავრობის მეთაურმა, მათ შორის ის იმყოფებოდა დელეგაციასთან ერთად ელმავალ ქარხანაში და ასევე საქართველოს დელეგაციამ დაათვალიერა ყაზახეთის ფინანსური საერთაშორისო ცენტრი. ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ქართულ მედიასთან შეაჯამა ყაზახეთში ვიზიტი, როგორც პრემიერ-მინისტრმა უწოდა აღნიშნულ ვიზიტს არის ისტორიული, რადგან ვიზიტის შედეგად ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ჰქვია. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ვიზიტი. თავის მნიშვნელობით არის ისტორიული ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ისედაც ძალიან კარგი დინამიკა ჩვენს ურთიერთობებში, გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და გვაქვს ძალიან მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი და თქვენ იცით, რომ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს, შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, ყველაზე დიდი ეკონომიკა რეგიონში. პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის შუა დერეფნის განვითარება. ყაზახეთს აქვს დიდი ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის ამ მიმართულებით. ბუნებრივია ჩვენც გვაქვს დიდი ინტერესი ყაზახეთთან განავითაროთ თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენ გქონდა საუბარი იმ პოტენციალზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ბიზნეს კავშირები, ხალხთა შორის კავშირები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ხედავთ, რომ მზარდია ტვირთნაკადი. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ასევე შუა დერეფნის კონტექსტზე, სადაც საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. შეხვედრების ფარგლებში აქცენტი გაკეთა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთა დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ მათ შორის ყაზახეთი განაგრძობს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას. ეს ვიზიტი თავისთავად ცხადია თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება ეკონომიკური აქტიურობა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ეკონომიკური კავშირები, რაც თავისთავად ცხადია გამოიხატება როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აგრეთვე ტრანსპორტის მიმართულებით, ინვესტიციების მიმართულებით, კულტურული თანამშრომლობის მიმართულებით.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი დასრულებულია. 2 დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის უკვე დადგა ხელშესახების შედეგი, რასაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ჰქვია. მადლობა, ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე ხდომა გრძელდება. ასამბლეის პლენარულ სესიაში 10 ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის წევრები ხელოვნური ინტელექტის დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე მსჯელობენ. სესია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის გასაუმჯობესებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. დღესვე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტსაც აირჩევენ. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადააბარებს. ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი აშუქებს თემას, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. თეკლა, გისმენთ. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარული სესია დღეს დილას გაიხსნა. სესიაში შავი ზღვის რეგიონის 10 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. პაბსეკი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მონაწილეები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე საერთო გამოწვევების საკითხებს განიხილავენ. დღევანდელი პლენარული სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში დიალოგის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ვაჭრობის, შუა დერეფნის განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის როლზე, როგორც რეგიონის განვითარების ახალ შესაძლებლობაზე. საქართველოს როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა იძლევათ გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები, ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ. საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და შესაბამისად უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც 4 წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე. აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად. ამ რთულ ვითარებაშიც კი გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. ბისეკისა და შემდგომში პაბსეკის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ ეკონომიკა აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები, საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინაყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას, ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები ასევე აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს. დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შუა დერეფნის განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის. იმედის მომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის
რეგიონისთვის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ასევე ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთა შორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. აფსეკის პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. ჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას. ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას. როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაგიცრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც ერთი მხრივ წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო მეორე მხრივ ფუნდამენტური უფლებების გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შეუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს. დღეს ნამდვილად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ და ახლა როგორც არასდროს აუცილებელია რომ ერთიანები ვიყოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენი ქვეყნების გაერთიანებას, რათა ერთად განვითარდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, წინ წავწიოთ ციფრული ტრანსფორმაცია და გამამყაროთ ჩვენი უსაფრთხოება. როგორც მოლდოვის პარლამენტის წევრი მჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მოლდოვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დგას და ყველა პარტნიორთან ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ კარგი ურთიერთობები ყველასთან უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ მეზობლები ვართ, საერთო გამოწვევები გვაქვს და ჩვენი მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მხოლოდ თანამშრომლობით, ურთიერთმხარდაჭერითა და მშვიდობის შენარჩუნებით შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყნებიც და მთლიანად ჩვენი რეგიონიც უფრო წარმატებულად განვითარდეს. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობის გაძლიერება, ღია დიალოგი და ერთობლივი მუშაობა, რათა ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. პლენარული სესიის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დისკუსიები გაგრძელდება. საქართველოს შემდგომ თავმჯდომარეობას უკვე საბერძნეთი გადაიბარებს, სადაც შემოდგომას ორგანიზაციის მორიგი პლენარული სესია იქნება. მადლობა, თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. უშუალო კომუნიკაცია ახალგაზრდებთან და მათი ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 10 რეგიონული კონფერენციის შემდეგ ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დედაქალაქში შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებმა რეგიონული შეხვედრებისას გამოკვეთილი ძირითადი საკითხები შეაჯამეს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო ცოტნე ივანიშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ამ ფორმატის შეხვედრებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე ძალიან გულშემატკივრობ ამ ფორმატს. დასკვნით ღონისძიება იყო მართლაც, მაგრამ მე ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ არ ვიცი ზუსტად როგორი ფორმატით, მაგრამ დიალოგი ზოგადად განაგრძონ ახალგაზრდებთან და მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობდა კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებული ასრთა გაცვლის საქართველოში და ნელ-ნელა მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც უკვე არის ამ შეხვედრების ხარჯზე, ვთქვათ. მე პირადად ძალიან მიხარია და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კარგად მოახერხებენ იმას, რომ ეს ფორმატი განაგრძონ, გაუმჯობესონ და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებითაც თუ წამოვა, ვთქვათ, ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, ძალიან კარგი იქნება. მთელი ამ ტურნეს განმავლობაში ძალიან სასიამოვნო იყო მათთან საუბარი, ახალგაზრდები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებულს და უფრო მეტად განვითარებულს გახდიან ჩვენ ქვეყანას. ჩვენი მთავარი მიზანი და мотиваცია იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა შევხვედროდით და ის პოლარიზაცია, რაც იყო ბოლო პერიოდში თავს მოხვეული, ესე რომ ვთქვა, დაგვესრულებინა და გახსნილიყო დისკუსია. ვფიქრობ, რომ შედგა ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს მხოლოდ დასაწყისია
და აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ მათთან კომუნიკაციას და მათთან ურთიერთობას, იმიტომ რომ საუბარს, დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციები დავასრულებთ, ჩვენ არ ვასრულებთ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან, არ ვასრულებთ მათგან იმ გამოწვევების მოსმენას, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში არსებობს და აუცილებლად ექნება ამ კონფერენციებს გაგრძელება, იმით რომ მათ მიერ გაჟღერებული იდეები აუცილებლად გადაიქცევა პროექტებად, ხოლო მათ მიერ გაჟღერებული გამოწვევები აუცილებლად უკვე ჩანიშნულია შესაბამისად, მიწოდებულია შესაბამისი სტრუქტურებისთვის და აუცილებლად დავიწყებთ უკვე ამ გამოწვევების გადაჭრას. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციასა და რეგიონში შეხვედრებს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრები საინტერესოდ წარიმართა და პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამ შეხვედრების სტატუსი ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მართლ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების ამოჭრა, მათი მხრიდან ამ ყველაფრის გაზიარება და ზუსტად ამას ეთმობოდა ეს შეხვედრა, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან კარგად ხედავს თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას იმისთვის, რომ მაშინ, როდესაც მოვა მათი დრო ხელისუფლებაში ყოფნისა, საქართველოს კონდეს არა იგივე გამოწვევები, რაც ვისი გადაბარებაც მოუწია მრავალ თაობას ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ იყოს იმ წერტილზე, როდესაც უკვე შეეძლებათ ახალი ეტაპის დაწყება საქართველოს განვითარებაში და არა ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა დღეიდანვე ჩართული იყოს ყველა ამ დისკუსიაში. საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ზრდის მიმართულებით დიდი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დამამუშავებელმა მრეწველობამ, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა შეიტანა. გაზრდილია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელიც. იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.8%-ით გაიზარდა და 100 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. DGG-ს გადახვდა საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით, ხოლო 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახავთ 7.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 16% აღმოჩნდა, ხოლო ეროვნული შემოსავლის და ამერიკულ დოლარში პირველ კვარტალში 19%-ის დონეზე გაუმჯობესდა და ყოველივე ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. საქართველო ნამდვილად გახდება ძალიან მალე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 2030 წლისთვის საქართველო იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ოპოზიციის ალიანსის საქმიანობით უკმაყოფილოა ლევან ხაბაიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ოპოზიციონერებს მოუწოდებს თვეების განმავლობაში უსაგნო დისკუსიების ნაცვლად რეალური საქმით დაკავდნენ. ლევან ხაბაიშვილის განცხადებას იზიარებენ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებიც. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ალიანსი უკვე დიდი ხანია მხოლოდ კინკლაობით არის დაკავებული. ლევან ხაბაიშვილის განცხადება სახელმწიფო გუნდისთვის მორიგი დადასტურება იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა აგენტურაში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ნაცმოძრაობასა და ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესს ერთი გეგმის ნაწილად მოიაზრებენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რეალურად აგენტურის შიგნით არის კონკურენცია და ისინი გარე პატრონების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.
ბავშვურად გამოიყურება, რომ ალიანსი 3 თვის წინ შეიქმნა, ხოლო უკვე 4 თვეა გაუგებარი დისკუსია მიმდინარეობს. შევიდეთ, გამოვიდეთ თუ საერთოდ რა ვქნათ. ეს იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ. აბა საქმეს მივხედოთ და თუ ამის შემდეგაც დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიმსჯელოთ. ვისაც ჭაობში დარჩენა უნდა, ის თავად გაემიჯნება საქმეს და გააგრძელებს ყიყინს. ჩვენთვის პრინციპული იყო, როდესაც ალიანსში გავწევრიანდით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერდა სწორედ პოლიტიკური პარტიების ერთობას, მაგრამ თუ ეს ერთობა მხოლოდ და მხოლოდ შიდა კინკლაობით შემოიფარგლება, პარტიამ ასევე უნდა იმსჯელოს სამომავლოდ ღირს თუ არა ასეთ ალიანსში ყოფნა. ლევან ხაბაიშვილი რო ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობა ამ აგენტურაში, ხო? ძალიან მძიმე ვითარება ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით. ისინი ცდილობენ უფრო მეტად მოაწონონ საკუთარი თავი პატრონებს. ეს არის თავარი მიზეზი, რის გარშემოც აღემართება ეს დაპირისპირება. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება. აგენტურის ბრძოლის მთავარი мотиваცია არის თავის მოწონება მისთვის დავალებების მიმცემისთვის. ეს არის მთავარი კონფლიქტის საფუძველი, რაც კი არსებობს დღეს ამ აგენტურულ ჯგუფებში. ასე რომ ამას უნდა დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ ერთმანეთის მხილებას, ერთმანეთის დაჭმას. ჩვენთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო საყურებელია, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს ისტორიაში, როდესაც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლების ხილების პროცესი იყო, ყოველთვის ეს იყო მნიშვნელოვანი საწინდარი ქვეყნის გაძლიერებისა. ამ ალიანსს დავარქვათ ფანჩატური 3. რეალური სახელი ეს არის. დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც ფანჩატურ 1-ში, ფანჩატურ 2-ში. უბრალოდ შალიკო ყავთ გამოტოვებული აქ და რატო აითვალისწინეს ვერ გეტყვით. რეალურად რა არის? კიდევ ერთხელ ვამბობ. აქ არის კარენოი ნაცებსა და ახალ ნაცებს შორის დაპირისპირება. ვერ გაიყვეს ტრონი, ვერ გაიყვეს ამ ეგრეთ წოდებულ ფანჩატურში თუ ეგრეთ წოდებულ ალიანსში, ვინ იქნება თავარი ლიდერი. ის იქიდან ჩემებულობს ის გიჟი, რომ მე ვარო ლიდერიო. სწორიც არის. სააკაშვილის გარეშე. აბა ეს აგენტურა რას წარმოადგენს? არაფერს არ წარმოადგენს. პიტერ ფიშერს საქართველოში გერმანიის ელჩის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გამოსამშვიდობებელ პოსტში ფიშერმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ ოპოზიციონერ აქტივისტებს განსაკუთრებული პატივით მიესალმა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ქართულ-გერმანული ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები და ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა. აფასებს სახელმწიფო პარტია პიტერ ფიშერის ელჩად მუშაობის პერიოდს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ელჩის პირობებში ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები აღდგება. ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაზიანების მიუხედავად, ოპოზიცია ელჩს საქართველოში საქმიანობისთვის მადლობას უხდის. ცნობისთვის პიტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. პირველ რიგში მადლობა მინდა მას გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსის. პირველ რიგში გერმანიას, როგორც სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან იდგა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოbrunდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩეული. გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა დამშვიდობების გარეშე. ჩვენ ნახეთ, ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ პატივს არცემს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. და ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, ქართული ხალხის ისტორიისა და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქონდა და აქვს სრული უპატივცემულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30 წლიანი პარტნიორობა დაანგრია.
მე იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი დასაწყისის საფუძველი. ამ ადამიანმა სამწუხაროდ საბოლოო ჯამში მისი ელჩობის დასრულებით ნამდვილად კარგად არ დაამახსოვრა საქართველოს მოსახლეობას თავი და არ ვარ დარწმუნებული რომ ბევრს მოენატრება, თუმცა კარგია რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაც პოლარიზაციის თავიც იმედია დაიხურება ამ ნაწილში და ახალი ელჩის პირობებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ არსებითად გადავტვირთოთ როგორც ქართულ-გერმანული ურთიერთობები, ასევე ქართულ ევროკავშირის ურთიერთობებშიც მაქსიმალურად შევიტანოთ წვრილი. რადიკალიზმის გამავრცელებლებს ხარც უჭერ, გვერდში უდგახარ და ტას უკრავ, რომელიც უფლებამოსილ შენ არ გაქვს როგორც ელჩს. პოლიტიკოსი ხო არ ხარ, შენ ხარ სხვა მისიით აქ წარმოდგენილი. ის ხარც უჭერდა, მიტინგებზე დადიოდა. ნონსენსი იყო და აფინანსებდა ამ რადიკალებს. ხა ბუნებრივია, ხა ეს მიუღებელია, ეს წარმოუდგენელია, ეს წითელ ხაზებზე უფრო უარესი ჩაიდინა. და ამიტომაც დაამთავრა ისე როგორც დაამთავრა, პენსიაზე გავიდა. საკუთარმა სახელმწიფომაც სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. დღეს პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. საქმე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილის მიერ ირაკლი კირცხალიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხყოფელ კომენტარს ეხება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოკვლევა დაიწყო. მოსამართლემ ნოდარ რაქვიაშვილი სამართალ დამღვრევად ცნო და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მოძიებული იქნა არაერთი მტკიცებულება და შესაბამისად განსჯავრდობის წესების დაცვით გადაიგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. როგორც მოგეხსენებათ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალ დამღვრევად და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე გიორგი რუსიას საქმე განიხილეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც. რუსიამ სოციალურ ქსელში სიტყვარის შეურაცხყოფა მიაყენა სანდრო შარაშენიძეს. მოსამართლემ გიორგი რუსიას სამართალ დამღვრევად ცნო და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 76 მუხლის დარღვევის ფაქტს შედგა სამართალდარღვევის ოფნე გიორგი რუსიას მიმართ. მან კონკრეტულ პიროვნება სოციალურ ქსელში მიაყენა სიტყვარის შეურაცხყოფა. პიროვნება ცნობილი იქნა სამართალ დამღვრევად და განისაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარ თემას ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი წარმოადგენს. კონტრტერორისტული კვირაულის ფარგლებში გაერო შტაბ-ბინაში გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციისა და კავშირების გაძლიერების შესახებ. საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაეროს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია. გაეროს კონტრტერორისტული კვირეული წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, იგი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს საერთო მიზნის დამოცანეს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მსოფლიო უსაფრთხოების გარემო დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ტერორიზმი მნიშვნელოვნად განიცდის ტრანსფორმაციას, იგი ხშირ შემთხვევაში სცილდება სახელმწიფო საზღვრებს და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის დროული გაცვლა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბება. გლობალური უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით საქართველოსთვის კვლავინდებურად პრიორიტეტულ რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგას საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სომეხი კოლეგის მიწვევით სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. სულხან თამაზაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე დელეგაციასთან ერთად ეწევა სომხეთის sapolitsiო დანაყოფებს და მათ საქმიანობას გაეცნობა. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან.
საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ფოთის მერიის სერვისების ცენტრში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადი გამორჩენის მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკის მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. მეორე ბრალდებულმა კი, რომელიც დასაქმებული იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფოს კუთვნილ სატყეობანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს ქთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ასეთი სიტუაცია არის, ხო? 400 ლარი ნაკლები არ არის პრობლემა. ან შემოდი, ხა მე ესნი სასწორ მაგას მე მოვახსენე. ბავშვების მხარის ზოგადად შემოძბაო 400 ლარი, ეს 100 ლარი, ეს 200 მოო, ეს 300 და 400 ლარი მოო. სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათა შორისი კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. შეხვედრები განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრები მონაწილეობდნენ. განიხილეს ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავებს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგვეცა შესაძლებლობა დეტალურად განგვეხილა მიმდინარე პროექტები სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოები. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან თითოეული ამ კომისიის ხდომის შედეგების გაცნობის თვალსაზრისით, რამე თუ პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაპრიორიტეტებული არის სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და იმ პირობების უზრუნველყოფა, რაც სწავლების პროცესისთვის აუცილებელია თითოეულ საჯარო სკოლაში. ჩვენ ყოველდღიური მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს იმისთვის, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მთავარი პრიორიტეტი, რაც არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების, რაც შეიძლება სწრაფად რეაბილიტაცია და ახლების მშენებლობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ ვართ კოორდინაციაში. იყო რამოდენიმე საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კომისიამ განეხილა, მათ შორის რწმუნებულებთან ერთად, სამხარეო რწმუნებულებთან ერთად და ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, რაც შეიძლება ოპერატიულად გადავწყვეტოთ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღო და საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარება, არამედ მისი განვითარების, გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც. სერტიფიკატის მინიჭებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის სტუმრობდა, რომლის ფარგლებში სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს. ჩვენმა სამედიცინო გუნდმა EMT ერთმა წარმატებით გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ჩვენს ქვეყანას ყავს სამედიცინო ჯგუფი, რომელიც კრიზისული და გადაუდებელი მდგომარეობების დროს დიმოქმედებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ სერტიფიკატის მიღება ჩვენი გუნდისთვის ნიშნავს გამარჯვებას, დიდ ბრძოლას და პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა. ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას და არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანას შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ როგორც დამხმარე გუნდი და ძალიან ვამაყობ ამ სერტიფიკატის მიღებით, ამ გუნდში მონაწილეობის. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. უპირველეს ყოვლისა ვულოცავ საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან EMT-1 ტიპის სტაციონალური კლასიფიკაციის მიღებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ ქართულმა გუნდმა ამ მიზნის მისაღწევად 5 წელი იმუშავა. ამ კლასიფიკაციის მიღებით გუნდმა მოიპოვა უფლება ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების მეშვეობით, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ეს აღიარება ადასტურებს, რომ გუნდის შესაძლებლობები და საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, მის მიერ გაწეული დახმარება მოთხოვნადი და სანდო იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება გახდება საჭირო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 10 ქართველი მზარეული ესპანეთში გადამზადების კურსს გაივლისწავლება პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოების ტექნოლოგიების დაუფლებასა და მსოფლიო ტენდენციების გაცნობას მოიცავს. კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ბასკე კულინარი ცენტრის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ. გასულ წელს ქართველმა მზარეულებმა გადამზადების კურსი საფრანგეთში პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაიარეს. გვაქვს შესაძლებლობა, რომ მონაწილეების დაგემოვნებული, მომზადებული კერძები დავაგემოვნოთ, მათი პრეზენტაციის უნარი ვნახოთ, მათი შემოქმედებითობა ვნახოთ, მათი ტექნიკები შევაფასოთ და საუკეთესო ათეული, ასე ვთქვათ, უკვე მოგვიანებით გაემგზავრებიან ბასკეთში, ესპანეთის კულინარიულ მექაში, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლამ შეძლო და ბასკური გასტრონომია მსოფლიოს რუკაზე დაიტანა. მოტივაციას მომცემს ეს პროექტი იმისთვის, რომ უფრო განვითარდე, უფრო გადავიტანო ჩვენ სამზარეულოში ეს ტექნიკები, რასაც ჩვენ გვასწავლიან, რასაც ჩვენ ის ყოველივე დღე, რომელიც 1 საათი, 1 წუთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს კარიერაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ორგანიზებით ბათუმში აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოება უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასიც წარსდგა. დაჯილდოებას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ტრადიციების და ფასეულობების გაფრთხილება. კიდევ ერთხელ ამით ვთქიცდება, რომ აჭარაში აფხაზურ ეთნოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ კონფლიქტი ხელოვნურია, ისაც იყო აფხაზეთში და მე მჯერა, რომ სწორედ აჭარაში მაცხოვრებელი აფხაზები იქნებიან ერთ-ერთი დიდი ხიდი და მშვიდობისა და საქართველოს ერთიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს ღონისძიებები, რაც დაიგეგმა, რაც გაკეთდა აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით ემსახურება იმ სტრატეგიულ ამოცანას, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საწყისი ეტაპი პირველი ნაბიჯები, რასაკვირველია, უკავშირდება დობის აღდგენის სერიოზულ ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას. დავჯილდოვდით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დღეს ნამდვილად ემოციური და ამაღელვებელი დღე არის, ვინაიდან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ხვდა ეს ჯილდო წილად. ეს ყოველ ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.